და ჩვენ კვლავ უბრუნდებით დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, სადაც ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგი იწყება. მოგესალმებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან დღევანდელი ჩვენი ბრიფინგი ეძღვნება იმ სიტუაციას, რაც სეზონურ გრიპთან დაკავშირებით არის დღეს ქვეყანაში. თავიდანვე მე მინდა დავიწყო იმ გზავნილით, იმ მესიჯით მოსახლეობისადმი, რომ პანიკის საფუძველი ქვეყანაში გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით არ გახლავთ. დღევანდელი, უпростоრეთ წლევანდელი ფონი სეზონური გრიპის გავრცელებისა ქვეყანაში არ სჭარბობს შარშამდელს და დინამიკა არის მართალია ბოლო 3 კვირის განმავლობაში ზრდისა, მაგრამ ის ჯდება იმ ფარგლებში, რაც გახლავთ დაახლოებით ყოველწლიური ბოლო 2 წლის განმავლობაში დინამიკა. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ გრიპის გავრცელება ევროპის კონტინენტზე იწყება ყოველი წლის მე-40 კვირიდან და თავდება დაახლოებით მომავალი წლის მე-20 კვირას. რა თქმა უნდა, ეს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ვითარდება დინამიკა. ჩვენთან ზრდის დინამიკა დაფიქსირდა ბოლო 3 კვირის განმავლობაში. დღევანდელი მონაცემებით ლაბორატორიულად დადასტურებული გახლავთ 80. ეს იყო პირდაპირი ჩართვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ოფისიდან. ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის გავრცელებასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს.